30 წლის ვიყავი პირველად, როცა ბედნიერება განვიცადე. მანქანაში ვიჯექი, სახლში მივდიოდი და აი იმ მომენტში მახსოვს, რომ აი ფეხის სწორიდან თმის წვერამდე რომ დამიარა ამ ჟრუანტელმა, პირველად მივხვდი ეს რა არის. ვერც მივხვდი ეს რა არის, მაგრამ პირველად განვიცადე. რატო? იმიტომ რომ თერაპიაზე აღმოვაჩინე, რომ მქონდა ესეთი პროგრამა, რომ როგორც მამა დაიტანჯა და ვერ გახდა რეალიზებული, აი მეც ასევე უნდა ვიყო. ჩვენ მგონია რომ ამით ვეხმარებით მშობლებს და ვერ ვხვდებით რომ ერთი უბედური ადამიანი ემატება მეორე უბედური ადამიანი და ვამრავლებთ უბედურებას ოჯახურ სისტემაში. მე თუ არ მივიღებ ჩემი მშობლებისგან ენერგიას სასიცოცხლოს, იმიტომ რომ ჩემს ადგილას არ ვარ. მე ხო ეს ენერგია საიდანღაც უნდა მივიღო. საიდან მივიღებთ მე ამ ენერგიას სად ვეძებთ? ხო ეს არის პარტნიორები? და ვცდილობთ მათგან მივიღოთ, ან ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს რომ ან მამასავით, ან დედასავით მოგვექცნენ, მოგცენ ის რაც ვერ მივიღეთ თავის დროზე. ან ჩვენი შვილებისგან. ყველაზე დიდი უბედურება რაც არის, როცა მშობლები იწყებენ საკუთარი შვილების ენერგიით საზრდოობას, იმიტომ რომ ეს ენერგია თავის დროზე თვითონ ვერ მიიღეს.